როგორც ახსენეთ, შეგვიძლია რომ მივცეთ პატარა დავალება ChatGPT-ს ან ნებისმიერ სხვა ხელოვნურ ინტელექტს. რამდენად ცვლის სტუდენტების კრიტიკულ აზროვნებას ეს ფაქტი? ეს არის თავად ადამიანზე დამოკიდებული, ხო? ანუ არ ვიცი, ხა ყველა ადამიანს სამზარეულოში გვაქვს დანა, რომელიც გჭირდება, ხო? ან დანა ასევე შეიძლება გადაიქცეს რაღაცა ბოროტმოქმედების იარაღად, ხო? ანუ ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ ის სამზარეულოში კი არ გვიდეს რა, ასე რაღაცას თავთავად სტატუსი, რომ რაღაცაში გჭირდება, ხო? აი ესე არის ხელოვნური ინტელექტის, ანუ გაშენ როგორ გამოვიყენეთ ადამიანზე არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ პლატფორმებით, ეს არის ინსტრუმენტი, აი დაგეხმაროთ დაახლოებით საქმის 60% გააკეთოს, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შენ მიიღო, ხო? რაც აი მე რასაც ხედავ, ხო, ანუ ცოტა ზღვარი დაიკარგა ინფორმაციასა და მონაცემების შორის, ხო? და ნუ აი შეიძლება ესე ვთქვათ, მონაცემები, ინფორმაცია, ცოდნა. აი ესენი რომ დავალაგოთ, ხო? ეხლა მონაცემები რა არის? ეს არის უბრალოდ ციფრების ერთობლიობა. აი შეიძლება რაღაცა გვაქვს ჩვენ მონაცემები ტემპერატურის შესახებ და უბრალოდ ციფრებია, ხო? მე თუ ამ ციფრებს თანამიმდევრობით დავალაგებ, მაშინ ეს გადაიქცევა მონაცემებად. მონაცემები მე მაძლევს საშუალებას რომ დავინახო სურათი. ესე იგი მატულობს ნელ-ნელა საუბრობ, ხოლმე კიდევ უფრო დაცხება, ხო? ანუ თუ გარკვეულწილად ინფორმაცია, ანუ თუ გარკვეულწილად მონაცემებს დავალაგებ, ხო, ეს გადაიქცევა უკვე ინფორმაცია, საიდანაც მე შემიძლია შინაარსი ამბობ, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ რაღაცა რომ მომაწოდა, ხო, სხვა ფაქტების შესახებ, ვთქვათ, ინფორმაცია. აი ამ ხელოვნურმა ინტელექტმა მე ისე დავალაგო, რომ იქიდან ნათელი სურათი დავინახოთ, ხო, იმიტომ რომ ხშირად იცის ხოლმე რაღაცა ზოგადად ბევრი ინფორმაციის მოგაწოდებს, ხო, და განათლება ცოდნა ეს უკვე არის, როცა მე ვიცი აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რა როგორ გავაკეთებ, ხო, ანუ მე ვაკეთებ რაღაცა დასკვნას, ანუ ჩემს ცოდნაში გადადის. ამიტომ მონაცემები ეს არის უბრალოდ ციფრები, მოვუტან რომ საშინაო დავალების სახით უბრალოდ რაღაც ციფრები მომეტონ აზრი არ აქვს. ინფორმაცია ეს არის კი ბატონო ეს რაღაცა დაალაგე და შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დაალაგოს, მაგრამ ცოდნა ეს უკვე არის, როცა შენ შეგიძლია აი ამაზე დაყრდნობით გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. შენ იცი ეს ინფორმაცია როგორ გამოიყენო.